შეხედეთ რა სილამაზეა. აი ამ ულამაზეს შენობის ძირში დგას ესეთი ნაძისხე. თანზე რო ანათებს ჭკვინავს. საღამო მშვიდობი. მე და ვანდა მივდივართ გაზის დასატენად. ვანდა იყო ჩვენთან სტუმრად და ხო გილოცავთ შობას. გამახსენებს ხოლმე, მე ხო არაფერი არ მახსოვს. ხო და მეთქი ბარემ გამომყევი, მეთქი გაზის დავტენოთ ვაცილებდი ხო და ისეთიც არის ვარსკვლავებით მოჭედილი და ყინავს უკვე. კარგით, გადავიხო ამ ცუდ გადასასვლელზე, უკან მანქანა მოდის ვანდა. აქეთ მარჯვნივ გადმოიწია. ვიყავით გაზის დასატენად. ისევ არ არის მიერთებული, ისევ არ არის გაზის დატენილი, მოკლედ არ არის. აი ეს არის ჩვენი ხალხის პასუხისმგებლობა, ზრუნვა მომხმარებლებზე. მოკლედ ესე. ახლა მე 30-ში მოვსულიყავი, ისე ჩალა გამოვნებული პირით წამოვიდოდი. ახლაც ახლა ვიღაც ქალი იყო, მეტყობა დარაჯია თუ რაღაცა და არ ვიცითო ეს გაზიც არ დაუტენია თუ ანუ გაზიც კი არ არის დატენილი. არამ ცუდ მოკლედ რა. ესე იგი არანაირი ის არ აქვს რა, აი შეგრძნება იმისი რომ ვიღაცას შეიძლება ესაჭიროებოდეს წყალი. ხო, რა ვიცი. ძალიან უნამუსოდ იქცევიან. არა უშავს. კარმა ისეთი რაღაც ოხერია. ყველა მშრომელს და პატიოსან ადამიანს სულ კარგად უნდა დაუბრუნდეს ყველაფერი. წამოვანდა აქ. ესეა. ხო და მე კი ვიყიდე ის დენის კი არ მეხალისება ახლა იმ დენის პლიტის ხმარება მაინც ბევრს წვალს ხო დენს, მაგრამ მეც ახლა ხშირად ავხმარობ და თავს ამითი ვიმშვიდებ. ხო კიდე დენის გადასახადი ძალიან დიდი მომივიდა, ძალიან დიდი ეჭვები მაქვს, იმიტომ რომ ამდენი არ უნდა მოსულიყო არანაირად, იმიტომ რომ ერთი თვის მანძილზე როგორც ხმარობდი ელექტროენერგიას, ისე ვიხმარე, ანუ სანამ ამოწერდნენ რა ჩვენებას და ყველაფერს და საახალწლოდ რა ეს გაზის გამო პლიტარო ვიყიდე ხო? ნუ კაი, ეგ შეიძლება, მაგრამ მაგი იყო მერე. ხო და სულ ჯამში გამოვიდა 324, ხო? ეგრე იყო. 324 ვარ. ვერ დავიჯერე. რომ ეს არის მარტო ჩემი. არ ვიცი. მეგობრებო, ვანდა მეუბნება, წადიო თელაშიო, გაარკვიო. მაგრამ თელაში რა უნდა გავარკვიო თელაშმა თვითონ ერთ წელს თუ გახსოვთ თქვენ 100 ლარი რომ ჩავრიცხე და არ აისახა ხო? და ანუ კიდე აქეთ ვალი დამადეს რა. ხო, ასე რომ ისე იმედი უნდა მქონდეს, არ ვიცი. ხო და მე კიდე ისეთი ბუა არ ვარ, რომ ვიღაცა შევაშინო, ვიღაცა დავაშინო. მოკლედ, აი ესეა. ხო და რა ვიცი რა იქნება. ისე მაქვს ღმერთის იმედი გქვიათ მოლოდინი, რომ კარმის სახით ყველა ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა, აუცილებლად დაუბრუნდებათ. მე ჩემ გასაკეთებას გავაკეთებ, ხო ეგრე? აი დაემშვიდობე აბა. კარგად იყავით, ფედიან შობა ახალწელს ვისურვებ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოკლედ ამოვედი სახლში ვანდა გავაცილე და გაბრაზებული ვარ. ნუ ეხლა ძალიან გაბრაზებული არა, მაგრამ პრინციპში არც მიკვირს, არ მიკვირს. აბა ეხლა გადით აქედან, ჩქარა. მოვედი და დაიწყეს კნავლი, ეს იქიდან კნავის შორიდან. არ მიკვირს, იმიტომ რომ თუ კარგი პატრონი არ ყავს ობიექტს. ესე იგი, როცა ამბობ და ეუბნები მომხმარებელს, რომ 30-ში იქნება,
ეს იმას ნიშნავს, რაღაც ინფორმაცია გაქვს, ხო? თუ არ შესრულდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი ну, მოკლედ, ახლა საჭი ვერ დავიჯერებ, თუ რაღაცა ისეთი კატასტროფული მოხდა, რომ რამაც შეცვალა, არ ვიცი. შეიძლება მართლა დიდთავლობის გამო, ну, მოკლედ გაზიც არ დაუტენიათ, არჩეულ ვიდეო ისავე მოხდა და მაგრამ მაშინ არ უნდა თქვა სიტყვა, რომ აი 30-ში იქნება. უნდა თქვა მაშინ, რომ აი არ ვიცით ზუსტად სავარაუდოდ აი ეს რაღაცა, ხო? თვითონ ხალხია ესეთები, მეგობრებო, ხალხი ვართ ესეთები, არავინ არაფერი არ თქვას ეს ისე. ხალხი ვართ ესეთები. სანამ არ ვისწავლით იმას, რომ ასეთის ფერბლობა უნდა შევიგრძნოთ, გავითავისოთ, გავისისხლორცოთ, როგორც ქვია. მანამდე არ ვიცი. არაფერი არ იქნება. ყველაზე მუნდომებით ჩვენი ასე ვთქვათ, აკეთებს რას? кейფი, დროს წარება, დასვენება, ეს არის ყველაზე დიდი მონდომებით, რაც ხდება და დანარჩენი ახლა რაც საქმეს ეხება, ну, მე ვიცი ძალიან ბევრი, რომ სულ არ ეხარისება სამსახურში. იგივე შემიძლია ჩემ თავზე ვთქვა ხო, მაგრამ მე ასე თუ ისე კოლექტივი მაინც მომწონს და იმ კოლექტივის ხათრით მაინც თავს ანუ კომფორტულად ვგრძნობ სამსახურში. მართალია საქმე ესეა ისეა, ანუ მოკლედ და ანაზღაურება დაბალია, მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც იცი რომ შენცავით რომლებიც იცი რომ შენცავით არიან და რაღაცნაირად ერთი გუნდივით ну როგორღაც გაიტანდა თავს და მოკლედ პროფესიონალები არ ყავს ერთეულები შეიძლება და ისიც როგორც წესი, ნამდვილი სპეციალისტი, ნამდვილი პროფესიონალი იჩაგრება. ხო. არ მინდა ეხლა ძალიან ისეთი ნოტაზე ვიყო. ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავი. უბრალოდ ეხლა რომ ამ ყველაფერზე ერთბაშად დავიწყე ფიქრი, იმიტომ რომ ეს მართლა რაღაცა კი გავიფიქრე, სადაც წავიდოდი, მაგრამ ხადესე ის არ მქონია, იმიტომ რომ მაინც მქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა, იმიტომ რომ უკვე რამდენი დღე გავიდა 30-ის მერე, ხო? კვირაზე მეტი, ხო? ხო, ერთი კვირა. ერთ კვირაში ვფიქრობ, რა ვიცი მე. ბევრი რაღაცა უნდა გაკეთებულიყო. სულ არ ჭირდებოდა ერთი კვირა. და როგორ დავიჯერო, მანქანა ვერ ჩამოვიდა, მანქანები აღარ დადიან. რა ვიცი, მოგეთ. ნახოთ, შევხედოთ. თქვენც აქ იქნებით და გეტყვით, როდის გააკეთებენ მაგ ამბავს. და მე როდის ვიყავი ბოლოს ვიდეო როცა მიდევს, აი მაშინ, ხო? მე მგონი დღეს ვიყავი. ну, მოკლედ, ვიდეოებში მაქვს ეს ყველაფერი, ანუ რამდენი დრო გავიდა იმის მერე, რაც ახალი მოწყობილობა დააყენეს და ჯერ არ ჩავდიათ. ხო, რომ ისე სიხარულით მახალა ეს რა ქვია, ხალი იყო და რაჯირო. თხევადი გაზი არ გვაქვს. ნეტა ახლოს მე ყოფილიყო სადმე. ვერაფერი ვერ გავიგე, იმიტომ რომ რაც გავიკითხე, ადრე სტადიონთან რო იყო, ეგეც ვიცი და მე გადაიტანეს სანაცვლოდ ელიავაზეო და ელიავა შურია, ეხლა ჩემთვის აქედან. მოკლედ ესეთი ამბები. ახლა ჩემი ყავა გამიცინდა. მანდა სანამ გავაცილებდი, თან ვიფიქრე, ახლა გავერთმით ერთად ავაქმნებთ. გავერთე. ხო და ავეც დავტოვე რა, ჩქარა თან მანდასაც ეჩქარებოდა სახლში. რომ მოვიდა მეძინა. იმიტომ რომ დავიძინე გუშინ 2 საათზე. ვი მეგობრებო, 2 დღეზე დავიშვენე და
მართლა დავიშვენე. ყველაფრისგან აბსოლუტურად ყველაფრისგან. კი მინდოდა ვიდეოს მეც გადავიღებ, მაგრამ აი მართლა ყველაფრისგან დავიშვენე. და ზედმეტიც მომივიდა. სამსახურში რომ მივედი, ცოტა ისეთი ვიყავი. არ მომეწონა დავშვენება რომ სიმართლე რომ თქვა, რაღაცნაირი მოდუნებული ვიყავი და ეხლა უკვე ისი აუმუშავდი და ფორმაში ჩავდექი. ხო და ესე გუშინ დავიძინე 2 საათზე. შობის ღამე იყო, ახლა ისეთი არაფერი გამიკეთებია. პიცა გამოვაცხე უცბად ღამე, სამსახურიდან გვიან მოვედი, ანუ მეორე წლა ვიყავი და მოვზილე ცომი, გავაკეთე პიცა და დიდად არ მომეწონა ეს პიცაც, იმიტომ რომ რაღაცა ჩქარ-ჩქარ რომ ვაკეთებ და ისე დრო რომ აქვს შეზღუდული, გულიანად ხო იცი თავისუფლად. ესე არ გამოვიდა ისეთი, როგორც მე მინდოდა. იმასაც ვფიქრობდი მეთქი სამსახურში წავიღებ ცოტა თანამშრომლებს გავაზინდებ, მაგრამ მე მომედიდა როგორ ესეთი პიცა როგორ დავაკადროთ ხო და ამიტომ თავი შევიკავე ხო. ხო და მოკლედ მე და სოსო შევხვდით ასე სანთლები დავანთეთ პანჯერასთან დავსხედით მაგიდასთან თბილეული რაღაცა აქეთ-იქით რაღაცები დავდეთ ირმას ნაჩუქარი იმას როგორც ნაჩუქარი ღვინო ავდექი გავაზევე წვენში გუშინ მოვიტანე ეს ცთი აღუბლის წვენი რა და ესეთი აუდუღებელი თუ როგორ იტყვიან რა გლინტვეინივით გამოვიდა მოკლედ ხო და მაგით და პიცა და თბილეულით შევხვდით შობას მე და სოსო ეს წამოვიღე სამსახურიდან ძველი ახალი წლისთვის უნდა გავხსნათ მანამდე რა იქნება როგორ იქნება არ ვიცი ხო და მოკლედ ესეთი ამბები ხო და ხვალაც დილა ვარ და მე სამი დღე ზედიზედ საღამოს მოკლედ ესეთი ამბები ხო არ ვიცი რა მოგიყვეთ ჩვეულებრივად ანუ ბევრი რაღაცებზე არ მიწევს ფიქრი და კარგიც არის ბევრი საფიქრალი როცა გაქვს ადამიანს რა ვიცი სახლის საკმარისია და ბევრია საფიქრი ანუ ოჯახი პატარა ოჯახია დიდი ოჯახია როგორც ჩემი თანამშრომელი ოჯახის ოჯახი ხრამია ხო და ასე რომ საფიქრალი ბევრია ეხლა იმდენი რაღაცა მაგათ დასალაგებელი მისალაგებელი ჭურჭელი და სადაც მოკლედ საქმე არის სანამ დავიძინებ ამას გავაკეთებ და დილას ისე ვწავალ და იმედი მაქვს იმედი მოლოდინი მაქვს ხვალ მაინც დავიძინებ გამოვიძინებ რომ მოვალ მინდა რომ 1-2 საათი მაინც დავიძინო იმიტომ რომ არ მყოფნის ძილი ახლა რომელზე დავიძინებ მე არ ვიცი ადრე არ მეძინება ხო და ვიღვიძებ 7:30-ზე ხო და 3 საათს ველოდები ხოლმე ისე და მოვდივარ მე სახლში რომ ვიცი და უნდა დავწვედა დღეს არ ველოდებოდი ვანდა სიურპრიზი გამიკეთა ხო და ცოტა ხანი კი მაცალა ძლივ ჩავთბი საწოლში გაყინული ვიყავი დავიწყე ეკონომიის გაკეთება ეს გამათბობელს ვთიშავთ ხოლმე ღამეც ვთიშავთ ახლა სოსოს დილას ეცინა და გავთიშე თან ჩართოს ხარ დავტოვებდი მძინარე ბავშვთან და მოკლედ რომ მოვედი კაი გაყინული იყო სახლი და ნუ თბილად იწვა რა გოგინში და ამიტომ ხო და მე რომ ჩავთე ჯერ ხო იცით გაყინული სახლის გათხოვება ცოტა ისეთი ის არის რა დრო უნდა და ხო მე თან გამიფუჭდა ეს თვითონ რეფლექტორი გაფუჭდა და მომიწია გაკეთებაც გავაკეთე ხო და ესეთი ამბები რო ვთქვათ რომ ეხლა გაცი რომ მქონდეს თქო რაღაცა კი კარგი ერთი მხრივ მაგრამ ცოტა იყოს მეშინია გაზის ანუ გაზის გამოთბობისას მეშინია რა ვიცი ყველაფერი არ უბედურება რომ ხდება ეს დენისაც საშიშია მაგრამ გაზი უფრო გაჟონვის ამბავში რომ რაღაცა ან ნამწვავის დგება ჰაერში და მოკლედ არ ვიცი რა რომელი ჯობია ვიტყვი მე ვფიქრობ უფრო დენის უფრო უსაფრთხოა თუ გამართულია და
გაზი კიდე ისეთი ოხერი რაღაცა, ან აირია რა, სადაც შეიძლება გაიპაროს ან უცბად გაითიშოს, მე ჩაერთოს ან მოკლედ 1000 არის. ხო არის რომ თიშავენ ხოლმე. თან რეფლექტორებს აქვს ის ფუნქცია, რომ აი მაგალითად რო წაიქცეს, ითიშება. ეხლა ის დიდ რეფლექტორს აქვს ის ტაიმერივით არის რა, მოკლედ ცოტა ხანი მუშაობს, ითიშება, ითიშება. ანუ რაღაცა ისინი აქვს რა ფუნქციები, ხო და მაგრამ დენცაშია კი, დენცაში. ვერ ვიტყვი ზუსტად მეტად თუ ნაკლებად, მაგრამ ესეა. ხო, აი ესეთი ამბები, ესეთი ფიქრები მაქვს მე. ეხლა დავამთავრებ ამ ვიდეოს. გამოვაპაწეწუნე. და გადავურეკავ ვანდას, რა ქნა მივიდა, არ მივიდა. მივა რა თქმა უნდა, როცა წავა. ვანდამ პატარ-პატარა საჩუქრები გავიკეთა. ეს რა ქვია, ვანდა შემავწრო ორეოს ვეძახი, ორეო არ არის, ჩოკოპაი, კოკა-კოლა რაღაცები მოგიტანთ მილიონი. ხო და ესე. კაი მეგობრებო, დროებით დაგემშვიდობებით და რა ვიცი, ვიფიქროთ კარგად და რაც უფრო მეტი კონცენტრირება იქნება კარგზე, კარგიც ასრულდება. მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ არ ვიფიქრო ხოლმე უარყოფითზე, მაგრამ ახლა რომ მოგივა SMS-ით ამხელა თანხა დენის გადასახადი, უნებლიეთ მაინც თუმცა მაინც ვინ უგეშებ ხოლმე თავს, რომ მე რა არა ვშავს გადავიხდი როგორმე რაღაცის ხარჯზე, რა თქმა უნდა, რაღაცას მოვიკლებთ და იმის ხარჯზე ესე იქნება. ხო და ეს. აბა 900 ლარი ვერ გაწევა, რაც არის ეგ არის. ხო, სხვა შემოსავალი YouTube-ის ხელფასი უკვე არ ვიცი ამ თვეში, ანუ იანვარში წავიღებ თუ არა, ზუსტად არ ვიცი, იმიტომ რომ ჯერ მიღო ღავს, რასაც ქვია 70-ზეც ვერ ავიდა რა, ვერც ავა ვიდეოებს არ ვდებდა როგორ ავა. ვიდეოებისთვის კიდე იქ მოკლედ რა, ესეთი ამბებია. ხო და მოლოდინი მაქვს, რომ ეს ახალი წელი ცოტა რაღაცა გამომაფხიზლებს, რაღაცა ახალი დაიწყება და მეც უნდა როგორც ენერგიულად ვშრომობ და იმაში ვარ, ესე უნდა მოვინდომო აქაც. ხო. და რაღაცა მინდა შევცვალო. რა ვიცი, ნახოთ რა ჯერ არ მინდა მოვლენებს გავუსრო, ფიქრებსაც არ მინდა გავუსრო, ესე. კარგი, აბა გაკოცეთ კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას, დამდეგ კიდე ძველით ახალ წელს და კიდე შევხვდებით და მოლოდინი მაქვს, რომ უფრო ადრე ვიდრე ეხლა რაღაცა ძალიან გამიჯანჭდა. გავზარმაცდი, გადავეჩვიე ვიდეოებში გადავეჩვიე. არ გამოჩდი, ამდენი ხარი ვიდეოში. ეხლა მივიღეთ. გამარჯობათ, ხო. გილოცავთ შობა ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბარაქას. ბევრ კარგ საყურებელ ვიდეოებს და საინტერესოთაც. და რას? ერთ-ერთი ყველაზე თქვენი კარგი წელი ყოფილიყოს და ასე შემდეგ. ჯანმრთელობა უსურვებ? კი, არა. თუ არა, გისურვებთ 10 ჯერ მეტ ჯანმრთელობას. ყველას.